საუბრები ისტორიაზე. რუბრიკის სტუმარია საფრანგეთში მოღვაწე ისტორიკოსი და პოლიტოლოგი გიორგი მამულია. როდესაც 2002 წელს მე ჩამოვედი პარიზში და ისევ ისტორიას დაუბრუნდე, იმიტომ მოგესწრებათ მე განათლებით ისტორიკოსი ვარ. დავიწყე ფიქრი, აი რა კუთხის ჯობია შევისწავლა და წარმოსახო საქართველოს ისტორია, რომ მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული, ასე ვთქვათ, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტების დარეგულირება, კერძოდ აფხაზეთში და სამაჩაბლოში. მივედი ესე დასკვნამდე, რომ საუკეთესო საშუალება იქნებოდა არა მხოლოდ საქართველოს იზოლირებული შესწავლა და იზოლირებული წარმოჩენა, ესე იგი დაუშვათ ფრანგული აუდიტორიის წინაშე, არამედ კავკასიის. ანუ საქართველოს პრობლემის წარმოჩენა საერთო კავკასიურ კონტექსტში. და გავაკეთე კიდევაც, ესე იგი, ჩემს წიგნებში, რომელიც მე გამოვეცი, ესე იგი, მე მრავალ თემაზე მაქვს დაწერილი გამოკვლევა, მათ შორის დაუშვათ კავკასიური ანტიბოლშევიკური მიგრაციის ისტორიაზე, 1918-21 წლების კავკასიაზე, მე-20 საუკუნის კავკასიის ისტორიაზე. აი მე ყოველთვის ვცდილობდი გამოსულიყავი საერთო კავკასიური ინტერესებიდან და საერთო კავკასიური კონტექსტიდან. უპირველეს ყოვლისა, რადგან სწორედ ეს საერთო კავკასიური კონტექსტი საშუალებას გვაძლევს წარმატებით გქონდეს დიალოგი აფხაზებთან და წარმატებით ვესაუბროთ აფხაზებს. მე შემიძლია გავიხსენო მაგალითად ახლა მე სხვათა შორის, ესე იგი, პირადი ურთიერთობაც კი მქონდა მაგალითად აი ვლადისლავ ჩირიგბასთან, რომელიც ამჟამად არის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესე იგი სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების. მაშინ ისტორიკოსი იყო, უბრალოდ ჰოლანდიაში ცხოვრობდა და მე მახსოვს, რომ პირველი შეხვედრა, ესე იგი ისტორიკოსებთან რომ მქონდა, ჩირიგბას მოვიდა მაშინ და მქონდა კამათი სხვათა შორის. ჩირიგმა მითხრა, მე მახსოვს, რომ ჩვენ აფხაზებს რუსული ორიენტაცია იმისთვის გვინდა, რომ გადავრჩეთ როგორც ერი. ვინაიდან დიდი იმპერიები და კერძოდ რუსეთი უფრო ლიბერალურად ეპყრობიან ერებს და ჩვენ გვაქვს, ესე იგი, იმედი რომ გადავრჩებით. ნუ მე უთხარი, აი გამოდინა ეს რომ საერთო კავკასიური კონტექსტიდან, რომ მათი იმედები აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. და უფრო მეცად გეტყვით, უთხარი კიდევაც, რომ 1917 წელს რუსეთი რომ არ დაშლილიყო, ალბათ აფხაზები ამჟამად უკვე არც კი იარსებებდნენ, ესე იგი, და საერთოდ როგორც ესე იგი, შავი ზღვის პირეთში მოსახლე ხალხი ალბათ ასიმილირებულნი იქნებოდნენ და გამქნავნი იქნებოდნენ რუსთა მიერ. იყო ერთი ეპიზოდი საკმაოდ მნიშვნელოვანი 2008 წლის ომის შემდგომ რუსებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რაღაცნაირად ესე იგი წინ წამოეწიათ აფხაზეთის და ოსეთის პრობლემატიკა და უპირველეს ყოვლისა შეეჩვიათ, ესე იგი, დასავლელი როგორც პოლიტიკური მოღვაწეები, ისე სამეცნიერო მოღვაწეები, რომ აი აფხაზეთი და ოსეთი ჩვენს მიერ აღიარებულია და მიუხედავად დასავლეთის პოზიციისა, ჩვენ ამ აღიარებისგან უკან არ დავიხევთ და მოაწყეს კონფერენციები, დაპატიჟეს იგივე ჩირიგბას სხვათა შორის მაშინ უკვე აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პარიზში. პარიზში არის ერთი ესე იგი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც მეთაურობს ესეთი ნაროჩნიცკაია. ესის ნაროჩნიცკაია პუტინთან ერთ-ერთი დაახლოებული პირი და მისი პირადი წარმომადგენელი კი იყო. სხვათა შორის, ესე იგი პუტინის ბოლო საპრეზიდენტო საელექტორატო ესე იგი კამპანიის არჩევნო კამპანიის დროს. და მოიწვიეს ესეთი კონფერენცია, που რა თქმა უნდა იქ მოწვეულნი იყვნენ ფრანგებიც, იქ ბევრი პრორუსულად განწყობილი ესე იგი სხვათა შორის პიროვნებაც იყო და სხვათა შორის მე ჩემო ვალად ჩავთვალე მივსულიყავ ესე იგი და ნუ ხედავ რომ არავინ არ არის ესე იგი ფაქტობრივად ქართველებიდან ერთადერთი მე ვარ. დაიწყო ჩირიგმამ ლაპარაკი, დაიწყო ნაროჩნიცკაიამ ლაპარაკი, გამოვედი მეც ფრანგულად ვილაპარაკე სხვათა შორის და პირდაპირ ვუთხარი, აი არ დამილავს არაფერი, მე ვუთხარი, აი შენ ხომ მიცნობ, ესე იგი მე შენ გიცნობ, მე პირდაპირ ვამბობ და ასეთი აზრისანი არიან ალბათ დანარჩენი ქართველებს, რომ ჩვენ და აფხაზებს არაფერი არ გვყოფს, ესე იგი ჩვენ ორივენი ვართ რუსული манипуляციების სხვერპლი და პირდაპირ დავადა, ნუ ნაროჩნიცკაია და რუსები რა თქმა უნდა გააუგდნენ, იმიტომ რომ არ ელოდებოდნენ რომ ესე ვთქვათ, მე პირდაპირ ამას ვეთყოდი სახელში, რომ პირდაპირ აფხაზების და ქართველების ვართ სხვერპლი манипуляციისა და შესაბამისად ორივე წავაგეთ. ნუ გონიათ რომ თქვენ მოიგეთ და ქართველებმა წააგეს. პერსპექტივაში ორივე წავაგეთ და შესაბამისი დასკვნებიც უნდა გავაკეთოთ. მთავარი მესიჯი აფხაზების მიმართ არის ის, რომ მათი პოლიტიკა სეპარატიზმისა არის უპირველეს ყოვლისა უძლიერესი დარტყმა კავკასიელი ერების წინ, არა მხოლოდ ქართველების წინააღმდეგ, არამედ საერთო კავკასიური, ესე ვთქვათ, სივრცის წინააღმდეგ და ფაქტობრივად ხელს უწყობს იმას, რომ ერთიანი კავკასია იშლება, რითაც სარგებლობს მხოლოდ რუსეთი და აგებენ ყველა კავკასიელი ხალხი, მათ შორის აფხაზებიც უპირველეს ყოვლისა. აი ეს არის ჩემი მესიჯი და აი ჩემს წიგნებშიც ძირითადად ეს იდეები არის გატარებული.